რა მასუქებს ვერ გამიგია. რამდენჯერ გითხოვთ ეს ფრაზა საკუთარი თავისთვის ან მეგობრებისთვის. მე ლექსო ლეკიაშვილი ვარ, დაბალანსებული კვების კონსულტანტი. ეხლა აგიხსნი რა გასუქებს. ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემური ხდება მაშინ, როცა შენი გადასახედიდან სწორად ჭამ. ანუ დროებს იცავ, პროდუქტი დაბალანსებულია. წყალს საკმარისად სვამ, მაგრამ ვერ გაგიგია რა გასუქებს. აბა დააკვირდი. რამდენჯერ შემოსულა შენი მეზობელი და შემოუწოდებია შენი საყვარელი ნამცხვარი, რომელიც თვითონ გამოაცხო. რამდენჯერ შეგიჭამია მიუხედავად იმისა, რომ დიეტაზე ხარ და არ გინდა რომ გასუქდე. რამდენჯერ შემოსულა შენ სამსახურში თანამშრომელია და მოუტანია ფინჯანი ცხელი ყავა და ერთი ნატეხი შოკოლადის ფილა. რამდენჯერ შეგიჭამია. საქმეც ამაშია. ყველა შეჭმული ლუკმა, ყველა მიღებული კალორია შენს ორგანიზმზე აისახება. მიუხედავად იმის ამას, კვების დროს იღებ თუ შუალედებში. როდესაც შუალედებში ჭამ და ამას სათვალავში არ აგდებ, ამას ეწოდება ფარული კალორიები. და ხშირად ფარული კალორიები უფრო მეტად ასუქებს, ვიდრე კვების დროს მიღებული კალორიები. ამიტომ ჩემი რჩევაა, კვეთრად გამიჯნე, როდის ჭამ და როდის ინელებ. შესაბამისად, აღარ აგერევა კვება და აღარ მოიმატებ წონაში. ჭამის დროს ჭამე და შუალედებში არც ერთი ლუკმა არაფერი არ შეჭამე. თუ გაინტერესებს ჩემი სხვა რჩევები, გამოიწერე ჩემი არხი და პერსონალური მენიუსთვის პირადში მომწერე. მოდი, ვილაპარაკოთ.